გოგოებო, ძლივს გადავწყვიტე. დიანა, დარწმუნებული ხარ? კიდევ ერთი შანსი მიეცი. არა, ალექსა, კიდევ ერთი შანსი რომ მივცე, არ შეიცვლება, მაგრამ გაუარესდება. კარგი, გადავწყვიტე, დღეს ტიმურს დავშორდები. მირჩევნია მარტო ხელა ვიყო, ვიდრე ასე. არა და რა კარგი წყვილი იყავით. არა, კნოპა, არანაირი ბიჭები, არანაირი პრობლემები. ტიმურ გინდა რომ სიმპივით მოიქცე. მინდა რომ დიანას ბოდიში მოუხადო. თან ვიცი რომ ეს ყველაფერი ძალით გააკეთე, რომ დიანა დამშორებოდა. ხო, მიდი ბოდიში მოუხადე, დარწმუნებული ვარ უარით გამოგიშვებს. არ გამომიშვებს, ნახავ. კალათბურთელებმა მგონი სასაუბრო ადგილი აგერიათ. ეს ჩვენი ადგილია. თქვენ გაქვთ თქვენი ტერიტორია და შეგიძლიათ იქ წახვიდეთ. ხო, ჩვენ არ გვაქვს თქვენ ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება. თქვენ კიდე თავისუფლად შემოდიხართ. უიტაგვავსდა რომ ეს ომების სართულია. უიხუმრე აქ ჩვენი დარბაზი არის, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ყოფნა. შეგიძლიათ ჩუმოდიყოთ. მე შემშეყვარებულს ველოდები დიანას და უნდა დავილაპარაკო. კარგი, ხო მართლა თავი დაანებეთ. თან მეც შემშეყვარებულს ველოდები. მაგრამ გოგოები აქ არ არიან, საპირფარეშოში არიან. რას გულისხმობთ, დარბაზში არ არიან? ხო, ტიმურ, არ არიან, ალბათ ვარჯიში არ აქვთ. კარგი, მაშინ აბაზანიდან გამოვა დიანა და მე დავილაპარაკები. მომისმენთ კალათბურთელებო, ისე არ გინდათ თქვენ გუნდში ამიყვანოთ. არა, შენი დანახვა ჩვენ გუნდში ნამდვილად არ გვინდა. გამარჯობა კალათბურთელებო. შოუ იწყება. კნოპა, საყვარელო. ტიმურ, ახლა დაკავებულები ვართ, შეიძლება გავიდეთ? არა, დიანა, უნდა ვილაპარაკოთ. გაკვეთილის მერე ვისაუბრებთ, კარგი? რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. არა, ბევრი ლოდინი აღარ შემიძლია, ახლა უნდა ვილაპარაკოთ. სიმპი, სმაილ, თავი დამანები. ხო, დიანა, კლუბებში დავდიოდი და არასწორად მიქცეოდი. მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება სმაილმა დამაწალა. ტიმურ, ნუ იტყვები, მე არაფერი დამიძალებია, შენ თვითონ წახვიდი. ახლა დავსევდიანდები. დიანა, ერთი შანსიც. გოგოებო, ჩემით გადავწყვეტ. მის მინე ტიმურ კლუბებზე ვიცოდი. ტელეფონი გამორთული გქონდა, მატყუებდი და გადავწყვეტე რომ ჯობია რომ დავშორდეთ. ასეთ ყუილში ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ, არ შემიძლია. ხო, გითხარი, ბოდიში მოუხდი და უარით გამოგიშვებს თქო. არა, დიანა, გთხოვ ეს არ გააკეთო. მართლა ძალიან მოყვარხარ. გთხოვ დიანა, ამ ერთხელ მაბადია, ნუ გაძირო ჩვენ ურთიერთობას. ტიმურ, სმაილივით იქცევი, ბოდიში სმაილ. ერთხელ გაპატიე, ორჯერ გაპატიე, სამჯერ გაპატიე, მაგრამ მეოთხედ აღარ გაპატიებ. დამთავრებულია ჩვენ შორის ტიმურ ვშორდებით. ხო, ყველამ კარგად გაიგო. მე ტიმურის შეყვარებული აღარ ვარ. ტიმურ, ნახვამდის, გოგოებო, წავედით. კნოპა, დასვენებაზე მოხვალ? კარგი, მოვალ, ტიმურ, მაგრა დაურიე. ხო, ვიცი. დიანა, სწორად მოიქეცი, ტიმურმა მოიტყვა და არ უნდა აპატიო. სმაილ, შენც იგივენაირი იყავი. სმაილ, ეს ძალით გამიგეთე, ხო? რო დამშორებოდა. ზომბებო, თქვენ რატო გვაშტერდებით? კარგი, რა ტიმურ, მილიონი გოგო არსებობს. ვიღაცას იპოვი. არა, სხვა გოგო არ მჭირდება. ზომბებო, დროზე შეტრიალდით. კარგი, ტიმურ, წავიდეთ, თორე ზომები დაგინახავენ როგორ დირი და სუსტი ეგონები. ვა, დიანამ ტიმური მართლა მიატოვა. წარმომიდგენი ახლა ტიმურს როგორ ტკივა. მეგობრებო, ისე მე კნოპას ვხვდები. ანუ ორი ჩილდერი თავისუფალი დარჩა. ალექსა და დიანა. სულ ალექსა შეგიძლია. ზაკ, კარგი იქნება დიანასთან რომ იყო, თან ჩილდერია. ისევ თავიდან დაიწყეს. მეგობრებო, თქვენთან ერთად არ იქნებიან. კოსტა, შენ ვილაპარაკობ. ბიჭებო, თქვენ თუ ჩილდერების შეყვარებულები გახდებით, მე სკოლაში ყველაზე მაგარი ტიპები ვიქნებით. ხო, თან მე მართლა შემიძლია ალექსას ნაყოფნა. ერთხელ შევამჩნიე როგორ მასშტარდებოდა. ძალიან ბევრს ვფიქრობ. თან მეც მოწოს დიანა და კარგი წყვილი ვიქნებით. ისე თქვენ რას ფიქრობთ, მოუწონო არ? ზაკ, ყურადღება მიაქციე, რამე აჩუქე. ხო, ბროკოლის ნამცხვარი აჩუქე და ეგრევე შევუყვარდები. ხო, ბროკოლის ნამცხვარი, სად შემიძლია ვიყიდო? კოსტა, რას ამბობ? ზაკ, დიანას რა მოსწონს? ყურდღლები, ბაჭები, ყვავილები, მაქედან დაიწყე. ზაკ, ისი ახლა არ გვაკეთილები და შეგვიძლია საჩუქარზე წავიდეთ. ხო, წავიდეთ. ბაჭიები და ყვავილები გვჭირდება. და მე რა ვაჩუქო ალექსას? მოდი ჯერ დიანათი დავიწყოთ და ალექსაზე მერე გადავიდეთ. კარგი. ზაკ, დიანასთან ერთად თუ იქნები, უთხარი რომ ჩემთვის გუნდი იპოვოს. ისევ თავიდან დაიწყეთ. დიანა ზაკთან ერთად არ იქნება, შანსი არ არის. არა, კოსტა იქნება, ნახავ. კოსტა, რატომ ამბობ ამას? ნახე რა საყვარელია. მიდი ზაკ, საჩუქარი. სავლინა, ხო გახსოვს რომ დიანა და ზიპი ერთად იყვნენ და კარგად არ დასრულებულა. ზიპი სხვანაირია, ზაკი კეთილი, კარგი და პასუხისმგებლიანი. დიანას ასეთი ბიჭი სჭირდება. კოსტა, მგონი შენ უბრალოდ გსურს რომ სკოლაში ყველაზე მაგარი გოგოების შეყვარებულები ვიქნებით. მე კიდევ უკვე წარმოვიდგენ ალექსა როგორ მკოცნის. ხო, წარმოვიდგინე, ეგრე ჯობია, რეალობაში მაინც არ გამოვა. კოსტა, ჩემ ძმებში დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა. პიცა, ბაჭები მოვიდნენ, 3 ბანანის ლატე. კარგი, ბაყაყებმა რა შეუკვეთეს? პიცა, მეხსიერება ჩართებ. დამოვიწყდა. ჩაი და 3 კაკაო. ჯანდაბა, მინდოდა ჩემს პირად ღიურში დამეწერა, რომ ტიმურს დავშორდი, მაგრამ დამრჩა გასახდელში. არა უშოს დიანა, მერე დაწერ. უი, დიანა, შენ და ტიმური დაშორდით, ძალიან წუხვართ გოგოებო. ხო, ძალიან წუხვართ. საიდან იციან 10 წუთის წინ მოხდა.
ალექსა ამ სკოლაში ჭორები ძალიან მალე ვრცელდება. ბაყაყებო, არ არის საჭირო რომ ცუდად იგრძნოთ, დიანა კარგად არის. აი, სპიცა, ჩვენთვის სამი კაკაო. დიანა, ტიმურს დაშორდი? ძალიან უყვართ შენ გამო. დიანა, ტიმურს დაშორდი? პიცა, კომენტარი არ გააკეთო, გთხოვ. გოგოებო, ფეხბურთელებო, დიახ, ტიმურს დავშორდი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. არანაირი შეყვარებული, არანაირი პრობლემა. არ არის საჭირო, რომ ცუდად იგრძნოთ თავი. მართლა ხუმრობთ? დიანასთვის მტკივნეული არაფერია. თან თქვენ ყალბები ხართ. კარგი, უბრალოდ გაოცებულები ვიყავით. არც ისე დიდი ხანია ერთად ხართ და უკვე მიგატოვა. ისე სინამდვილეში დიანა მიატოვა. თუ ტიმური თავისუფალია იქნებ, მე ვიყო მასთან. მიდი აბა სცადე. ცდი, ჩვენ მაინც დაგვანებებ თავს. გოგოებო, ეს გაიგეთ, ფეხბურთელი რაღაც ზღაპრებს ყვება. გადაწყვიტა რომ ტიმურთან იყოს, დაივიწყე მას ქერები მოსწონს. ბლონდი სხვათა შორის დიანა არ არის ქერა, ჩემნაირი უფროა. აი ამიტომაც დაშორდნენ. გოგოებო, არ მესმის, ტიმურმა მიატოვა დიანა თუ დიანამ ტიმური. დიანამ თქვა არანაირი ბიჭები, არანაირი პრობლემები, ანუ დიანა მიატოვა. სხვათა შორის დიანას უბრალოდ უნდა რომ კარგი გამოჩნდეს. ტიმურმა დიდი ხნით ადრე დაივიწყა, ტელეფონს თიშავდა, კლუბებში დადიოდა მის გარშე, ყველაფერი ვიცი, ყველაფერს მიყვებიან. მოიცადე და ვინ გიყვება? ანონიმურად. დიანა, გაიგე? კაფე შენგან გიხილავს. ალექსა, რაც უნდათ ისი ლაპარაკონ, სხვა რა საქმე აქვთ. მოსაწყენი ცხოვრება აქვთ და ამით ერთობიან. კითხვა მაქვს, ვის უნდა რომ ხილის სალათი დავამატოთ მენიუში? აბა? ანანასი, მარწყვი და კენკრა. ძალიან გემრიელია და ბევრი ვიტამინი აქვს. რა ხილის სალათა, კაკაო მოგვიტანით. სულ რატომ უნდა გელოდებოდეთ? სხვათა შორის ვარჯიში გვაქვს. ვაუ, გაიგეთ, ფეხბურთელებმა პირველად გადაწყვიტეს ამ წლის განმავლობაში რომ ივარჯიშონ. ეს რა ხდება? ვიღაცას მოსაწყენი ცხოვრება აქვს და ჩვენ განგვიხილავენ. ხო, ბაჭიებო, ისე ყველაფერს გვებულობ. ხო და ცოტა ჩუმად ისაუბრეთ, არ არის საჭირო რომ თელ კაფეში იყვიროთ, რომ ვარჯიში გაქვთ. მასწავლებელო მაიკ, გამარჯობა. გამარჯობა რაიან. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. გოგოებო, გამარჯობა, ისე თქვენი როლები მომიტანეთ. მასწავლებელო მაიკ, უკვე კლასშია. მასწავლებელო მაიკ, შემოთავაზება გვაქვს თქვენთან და არა მარტო თქვენ, არამედ ბავშვებსაც ძალიან მოეწონებათ. კარგი, აბა მოვისმენთ თქვენ შემოთავაზებას. მასწავლებელო მაიკ, დასვენებები მოდის და სკოლა ყოველთვის ძალიან რთულია. მოდით ქალაქ გარეთ სახლში წავიდეთ. აბა, რას ფიქრობთ? კარგი იდეაა, მგონი არა? კარგი იდეა, მაგრამ ჯერ მაინც ების უნდა ვკითხო. მასწავლებელო მაიკ, არ არის საჭირო მწვრთნელების კითხოთ რჩევა. ჩვენი იდეაა. ჩვენ შევქმენით. ძალიან მაგარი იქნება, ძალიან კარგად გავერთობით, ვითამაშებთ. ხო? არა მეგობრებო, ეს ფოთლების თამაშები თქვენია. მასწავლებელო მაიკ, თქვენ გარეშე ვითამაშებთ. კარგით, მაშინ შეთანხმება. მოსწავლეებს ვკითხავთ, თუ უნდათ წასვლა ქალაქ გარეთ სახლში. დარწმუნებული ვარ, ყველას უნდა. გოგოებო, კარგი, მაშინ გამოკითხვა ჩავატარეთ და თუ მოსწავლეების უმეტესობა თანახმაა, მაშინ გავაკეთოთ. Yes! ვაუ, მგონი რაღაც გავიგე. მგონი დასვენებებზე ქალაქ გარეთ სახლში წავალთ. მაგარია. მომისმინე მერი, არ დამელაპარაკები? არა. მეც არ დაგელაპარაკები. მაშინ ნუ დამყვები, კარგი? არა მერი, შენ დამყვები. მე მივდივარ საპირფარეშოში და შენც მოდიხარ. კაფეში მივდივარ, შენც მოდიხარ. ვაიმე. მერი, ამბობ რომ არ დამყვები? მე კაფეში მინდა შესვლა. სხვათა შორის მეც კაფეში მივდივარ. კარგი, კაფეში წავალ ხვალ მაშინ და მე საპირფარეშოში. მეც მანდ მივდივარ. სულ გაგიჟდი? აუ, არა, მგონი უნდა გავერთიანდეთ. არა მერი, ყველა თავისთვის. გოგოებო, გაიგეთ, რომ დიანა და ტიმური დაშორდნენ. რა? ვა, არიცოდით, უკვე მთელმა სკოლამ გაიგო. არა, არ გაგვიგია. რაიან, კიდევ აბა დეტალები. ვაიმე, ყველაზე მაგარი წყვილი დაშორდა. მოიცა, ყველაზე მაგარი წყვილი ისინი რატო არიან? სკოლაში ყველაზე მაგარი წყვილი ჩვენ ვართ. იმიტომ რომ ჩერილდერი და კალათბურთელი არიან, ყველაზე მაგრები არიან ამ სკოლაში. რავი, ჩემი აზრით ჩერილდერები და კალათბურთელები არ არიან მაგრები. შენ ფიქრობ ეგრე, მაგრამ მთელი სკოლა გაგიჟებულია ჩერილდერებზე და კალათბურთელებზე. რაიან, რა მომხდარა? ო, მეც გაგურებული ვარ. სკოლის ყველაზე მაგარი წყვილი დაიშალა. და ვინ მიატოვა? არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ. ჯიჯი, რა პრობლემაა? რატომ ხარ გაბრაზებული? პატრიკ, დიდი ხანი არიყავი აქ და საჩუქარიც არ მოგიტანია. როგორ არა, ნიჟარა გაჩუქე. პატრიკ, ნიჟარა სახლში მაქვს. ტიმურ, ასე ნუ მოიწყენ. დიანას გამომართლა არ არის. ისმა წარმოდგენა მაინც გაგ დიანას ერთად ყოფნა, რამდენი ხანი მინდოდა. ხო და შენ უცნებაც აგიხდა, მაგრამ მორჩა არა უშოვს. ახლა დიანას ერთად მე ვიქნები. შენ კიდე შეგიძლია ალექსას ერთად იყო. ძალიან კარგი გოგოა. არა. ჯული ტიმურს რა დაემართა? დიანას დაშორდა. და ვინ ვის დაშორდა? დიანამ მიატოვა. ძალიან მეწოდება. ჯიჯი, გეყოფა გაბრაზება.
პატრიკ, მე ყოველთვის მომაქვს შენთვის საჩუქრები და შენ არ მომიტანე. მეგობრებო, არ შეგიძლიათ ცოტა ხმადაბლა იყოთ. აქ ადამიანი იტანჯება. თქვენ კიდე ერთმანეთს უყურით. ერთი ნიჟარა ვერ გაიყავით. ჩვენ ურთიერთობაზე საერთოდ რა იცი? ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ. ჯიჯი, მოიცადე. ვაიმე კიდევ, ახლა პატრიკი მეცოდება, ალბათ დაშორდებიან. ჯული, შენ ხო არასდროს მიმატოვებ. როსტი, თუ კარგად მოიქცევი, არ მიგატოვებ. ტიმურ, რა მოხდა? უბრალოდ ყველა ერთმანეთს გოცნის, მე კიდე მარტო ვარ. კარგი ბავშვო, მორჩა ყურადღება უნდა გადაიტანო. დღეს კლუბში წავიდით. არა. სად დავდოთ, კარგი ადგილი მინდა. ზაკ, შენი ინტუიცია რას გეუბნება? სად არის დიანას სარკე? არ ვიცი, მაგრამ სადღაც ეწერება. ამას დიანა აწერია. ამას საიდუმლო. ეს არის დიანას სარკე. და შენ საიდან იცი? იმიტომ რომ ამ სკოლაში უკვე დიდი ხანია ვსწავლობ. სმაილის და დიანას დროიდან. ისე აქ მაგარი კომფორტულია. ახლა გესმით რატომ მინდა საკუთარი გუნდი? მეც მექნება ასეთი ოთახი შემდეგ და იმიტომ. მეგობრებო, ცოტა იჩქარეთ, თორემ მალე შემოვლენ და დაგვინახავენ. აი დიანა საიდუმლო დღიური აქტივს, ესე იგი ეს არის მისი სარკე. მაგარია, ვითომ არ დაგეხმარე. მე ალექსას სარკე ვიპოვე. რას აკეთებ? დაკეტე! და საიდან იცი რომ ალექსას სარკეა? შავი თვალის ფანქარი დავს და შავით მისაღებო. ყოველთვის ვიცოდი რომ შეღებილი ქონდა. მორჩა მეგობრებო, მზად არის. კარგი, წავიდეთ. გოგოებო. გამარჯობა მასკოტ, დაგუყვები? არა, უბრალოდ მინდა და შემახსენებინა, რომ დღეს ვარჯიში გვაქვს. გასაგებია, გვახსოვს, არ ნერვიულო, ახლა გამოსაცვალოდ მივდიოდი სხვათა შორის. ხო, გამოვიცვლი და სპორტერბაში შეგხვდები. გამარჯობა გოგოებო. კარგად. მე ისევ დამყვები. სხვათა შორის გამოსაცვალოდ მივდივარ. ამათ რა სჭირთ? ისტერიკაში არიან. კარგი ალექსა, ასე არ თქვა მათზე. მასკოტ, კიდევ აქ ხარ, დაგვალოდე სპორტერბაში. გოგოებო, კარგი, მაგრამ ბევრი დრო არ წაიღოთ. არავინ არ არის. გოგოებო, მასკოტი არ ფიქრობთ რომ დაგუყვება? უი, ვიღაცა ბოდიშს იხდის. ნახეთ ყვავილები და არა მარტო ყვავილები. რა საყვარელი ბაჭია. ვაიმე, ნახეთ როგორია. აბა აპატიებ? არა, კნოპ, არ ვაპატიებ, დავუბრუნებ ამ საჩუქრებს. დაბრუნება რა საჭიროა, ნახე რა საყვარელია ეს ბაჭია. ხო, მართალია, მაგრამ არა, დავუბრუნებ. კარგი, შენს ადგილას მე დავიტოვებდი. არა, ალექსა, თუ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, მის საჩუქრებს არ მივიღებ. კარგი რა, დიანა, ერთი შანსიც მიეცი ტიმურს, ესეთი ცუდი არ არის. გოგოებო, დავიღალე უკვე. მეორე შანსიც მივეცი, მერე კიდევ მივეცი. გამორიცხულია. დავშორდით და დამთავრდა. ახლა დავუბრუნებ ამ ბაჭიას და ყვავილებს. გოგოებო, რატომ დგახართ? მეთანხმებით თუ არა, ჩემთან ხართ? შენთან ვართ. მასკოტი ძალიან გაბრაზდება. არა უშავს გადარჩება. ნამდვილია, ნამდვილი. კარგი, ჩვენ გვინდა 2 ბანანის ლატე და 2 ვეგანური სალათი. 2 დონატი. მოიცადეთ, ჩავიწერ. ხო, ჩაიწერე, რო არ დაგაუსდეს. და 2 ვეგანური სოსიც გვინდა. ხო, თეთრი რაღაცეებით. მეგობრებო, პოპკორნიც ხوار გინდათ? კი, პოპკორნის დღეს ფულს ხარჯავთ მე და ტომასი. გოგოებო, ტიმურს შეხედეთ, საწყალი, თავი არ არის. როგორი საყვარელია, როცა მოწყენილია. ბავშვო, მოდი ბანანის ლატე დაგიე. არა, ეგ დიანას უყვარს. ყოველთვის ვიცოდი, რომ კალათბურთელები სუსტები იყვნენ. სისა ყველას თვალწინ და ტირის. ძალიან სასაცილოა. გამარჯობა ყველას. ვერ ხვდები ყველა ჩემ ტიმურს რატო უყურებთ? კი გოგო მიატოვა, იმიტომ რომ გადაწყვიტა, რომ თავის ყუბეს დაბრუნებოდა. მერე რა? უი, ეს გაიგეთ, სმაილი და დიანა ისევ ერთად იქნებიან, ყველაზე ამაზრზენი წყვილი. ხო, საშინელი წყვილი. მართალია, ასეთი ცუდი არ მინახავს არაფერი. პიცა, 1 ბანანის ლატე მინდა და 2 ბანანის დონატი. კარგი, დონატები შემწვარია, სულ ახალი. მის მინე ტიმურ, მართლა გგონია რომ რაღაც საჩუქრებით მიყიდი? არა, იცი რა ტიმურ, ყველაფრის შემდეგ არ მჭირდება ეს საჩუქრები, ამიტომ დაიბრუნე. ტიმურ, რა, ეს როდის გავაკეთე? როდის მოასწავლე? მე რა გავაკეთე? რა საჩუქრები? აი ეს საჩუქრები. არა, ჩემი არ არის. ტიმურ, 3ჯერ მომატყუე, 3ჯერ და არც ერთი საჩუქარი არ დაგეხმარება. ხო, 3ჯერ მოატყუე 1 თვეში. ბევრია. და ეგ ის არის რაც ვიცი, წარმოიდგინე აბა რაც არ ვიცით. დიანა, ხო, ამ ერთხელ მაპატიე. მართლა მთელი გულით მანოფრას გავაკეთე და არასდროს აღარ გავიმეორებ. ტიმურ, არა, სმაილ თავი დამარები. ისე საჩუქრები ჩემი არ არის. არ ვიცი ვინ გაჩუქა. მე მართლა არ მიჩუქებია. მოიცადე ტიმურ, შენ არ ყოფილ ხარ? მოიცა დიანა, საიდუმლო თაყვანისმცემელი? აუ, ბოლო რაღაც რაც მჭირდებოდა. ბოდიში ტიმურ შევცდი. ვინ არის ეს თაყვანისმცემელი? რა?
საიდუმლო თაყვანისმცემელი? ბავშვებო, თქვენს ყურადღებას ვითხოვთ. კარგი ამბავი გვაქვს. რა, გაიგეთ, საიდუმლო თაყვანისმცემელი? ვინ, დინა? ჩემი როგორ იქნება, სულ შენთან ვიყავი. რა იღბლიანია, ერთი ბიჭი მიატოვა და აგერ მეორე გამოჩნდა. ნეტავე გვინ არის? ბავშვებო, ცოტახანი დაივიწყეთ ეს ბიჭები და თაყვანისმცემლები. მხოლოდ სწორი ურთიერთობები უნდა გქონდეთ ტვინში. გადავწყვიტეთ, რომ ქალაქგარეთ სახლში მივდივართ ამ დასვენებებზე. აბა, რა სიტყვით? მაგარია გოგოებო, მაგრამ რატომ არ მკითხეთ? დიანა, შენ თვითონ არ თქვი, რომ ქალაქგარეთ სახლი ყველასთვის იყო? დიანა, წავიდეთ, გავერთობით, კარგი იდეაა. ხო, წავალთ, მაგრამ გთხოვთ, ნორმალურად მოიქეცით იმ სახლში. დიანა, უნდა გავარკვიოთ ეს ვინ გაჩუქა. მომსმინე ალექსა, არ ვიცი ვინ იყო. მართლა არ ვიცი. გოგოებო, ვარჯიში არ მოდიხართ? მოგახსოვთ, დღეს ვარჯიში გვაქვს. მასკოტ, კი, ვივარჯიშებთ, მაგრამ ჯერ არ გამოგვიცვლია. ბავშვებო, თქვენ რას ფიქრობთ, ვინ მაჩუქა ეს საჩუქრები? დამიწერეთ კომენტარებში. კარგი, ახლა დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. უნდა წავიდეთ და ვივარჯიშოთ. კარგი. კარგად. ახლა უნდა გამოვიცვალოთ. დიანა, ვინ გაჩუქა საჩუქრები?